ირანის შეერებული ძალების გაერთიანებული შტაბის ცნობით ისრაელისთვის გაცემული მტკივნეული პასუხის შემდეგ დროებით აჩერებენ შეტევით სამხედრო ოპერაციას. სახელმწიფო მედიის ტელეეთერით გადაწყვეტილების გამოცხადებისას თეირანში განაცხადეს, რომ თუკი ისრაელი ან მისი მომხრეები რაიმე აგრესიულ ან მტრულ ქმედებას ჩაედინენ, არა მხოლოდ ისლამური ქვეყნის, არამედ ლიბანის წინააღმდეგ ამას მოყვება ბევრად უფრო მკაცრი და დამანგრეველი ზომები, ვიდრე მანამდე. დაპირებისამებრ მითითებების შესაბამისად მოქმედებთ. ირანის ისლამური რესპუბლიკის მტკიცე შეიარაღებულმა ძალებმა, რევოლუციურ გუშაქთა კორპუსმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიამ ნათლად აჩვენეს თავდაცვითი და შეტევითი მზაობის უმაღლესი დონე და რომ ისინი მოქმედებენ პასუხისმგებლიანად, სწრაფად და ზუსტად, რითიც აიძულებენ ამერიკელ და სიონისტ მტრებს ინანონ თავიანთი ქმედებები. დამნაშავე ამერიკამ და ძალადობრივმა სიონისტურმა რეჟიმმა უნდა იცოდნენ, რომ ძლიერი და ამაყი ირანი წინააღმდეგობის ძალებთან ერთად ნებისმიერი საფრთხისა და ნებისმიერ ვითარებაში მტკიცედ იდგება და არასდროს დახრეს თავს მტრის წინაშე. განცხადებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის მორიგი პოსტი თავის სოციალურ პლატფორმაზე, რომელმაც მხარეებს დეესკალაციისა და დიპლომატიურ პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდა. გვიან ღამით იერიშების დაწყებისას ამავე მოწოდებით მან დაურეკა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც ამერიკული მედიის ცნობით რთულად, მაგრამ მაინც დათანხმდა ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებს. ორივე მხარე ისრაელიც და ირანი ცდილობენ მიაღწიონ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას. საბოლოო მოლაპარაკებები მშვიდობაზე წინ მიდის. თუკი ამას ხელს არ შეუშლის უცოდინარობა ან სიბრიყვე, ბლოკადა ძალაში რჩება სრული მოქმედებითა და ეფექტით, მანამ სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული. პროცესები სწრაფად უნდა განვითარდეს. ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის მიუხედავად ურთიერთიერიშები მაინც გადაიზრდა ხანმოკლე ომში. 8 ივნისის დილიდან ირანული ბალისტიკური რაკეტები იერუსალიმისა და დასავლეთ სანაპიროს ცაზე გამოჩნდა, რომლებიც რყინის გუმბათის თავდაცვითმა სისტემამ საჰაერო განგაშის სირენების ფონზე გაანეიტრალა. ისლამურ ქვეყანაში განაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისრაელის მიერ გამოწვეულ ესკალაციაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ამერიკა არის, როგორც თელ-ავივის სტრატეგიული მოკავშირე. ამავე დროს ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობაში თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება თეირანმა დაარღვია. დღეს დილით ისრაელის თავდაცვის არმიამ ირანის ტერორისტული რეჟიმის სამიზნეებზე დარტყმების 2 ტალღა მიიტანა. პირველ ტალღაში ათობით ავიაგამანადგურებლი თავს დაესხით მათ ანტისარაკეტო სისტემებს, რაც რეჟიმის თავდაცვით ეშელონს წარმოადგენს. მეორე ტალღის ფარგლებში კი დარტყმები მივიტანეთ ნავთობ ქიმიურ კომპლექსსა და ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მაჰშაჰარს. ამ კომპლექსში მიმდინარეობდა იმ კომპონენტებისა და მასალების დამზადება, რაც რეჟიმის სარაკეტო პროგრამისთვის არის აუცილებელი. ეს არის მორიგი კამპანია ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ ომის ფარგლებში. ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ რეჟიმისთვის მიყენებული ზიანი და საბოლოოდ დავასუსტოთ ის. მათ მორიგ ჯერზე აირჩიეს ტერორიზმის გზა. ურთიერთიერიშების ფონზე ერთ-ერთი ბალისტიკური რაკეტა სირიის დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს ცარიელ მინდორზე ჩამოვარდა, რასაც ხანძარი მოყვა. მომხდარის გამო დამასკოს საერთაშორისო აეროპორტმა დროებით შეაჩერა ფრენები. ამავე დროს იემენელი ჰუსიტების გასამხედროებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მოკავშირეთა დასახმარებლად საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად მუდმივ მზადყოფნაში არიან და ლეგიტიმურ სამიზნეებად აქციეს წითელ ზღვაში არსებული თელ-ავივის მიერ კონტროლირებადი ხომალდები. ომის ახალი ფაზა მხარეებს შორის დაიწყო მას შემდეგ, რაც თელ-ავივმა ბეირუთში მდებარე დაჰიეს სამხრეთ-გარეუბანში ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას პოზიციებზე 7 ივნისს იერიშები მიიტანა. მანამდე ამას წინ უძღოდა თეირანის რამდენიმე მუხარის შემცველი გაფრთხილება, რომ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებენ ისრაელის წინააღმდეგ, თუ კი ლიბანის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგე იერიშებს მიიტანდა. ირანში პერიოდულად იმეორებენ, რომ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა არის ცეცხლის შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც.